საუბრები ხომ როცა ტაქსში მიწევს ესე გადაადგილება, ყოველთვის საუბრები და ყველა ერთ იგივეს ლაპარაკობს. ამიტომ ეს არავითარ შემთხვევაში ეს ჯერ ერთი ეს არაპროპორციულია ეს ჯარიმების ღირებულება, მეორეც ეგერთი არადიფერენცირებულია. ეს ეხება როგორც თბილისს, ასევე მთელ საქართველოს ეხება ეს ტრასებზე რა მდგომარეობაა, სანამ ბათუმში ჩავედით, მაგალითად 300 ლარი რა წესია ეს 80-ით რომ უნდა იარო ჰაივეიზე, იმაზე ტრასა რა არის? სარიელი ხო. ეს რა ფენომენია. და ასე შემდეგ უამრავი სხვა რამე არის კიდე გამოსასწორებელი, რაც იწვევს მოსახლეობის ხომ არა ეს დაცინვითი წარმოთქმა არ არის რომ ჩვენ ვცდილობთ რომ მოსახლეობას შევქმნათ დისკომფორტი რომ მანქანიდან გადაჭდეს. ეს დაცინვითი კი არ არის, ეს არის მოუხერხებელი ნათქვამი. ცინიკური ცინიზმი არა, მე მაგალითად მოусმინე. ცინიზმი კი არ იყო, უცბად ასე ჯეროდა და ეს არ არის იმაზე ნაკლები რომ ცინიკურად ეთქვა დაუშვათ. იმიტომ რომ ახლა არის განსხვავება ძალიან შემოსავლებში, ხომ? არის ესე ვთქვათ ეს ჯინის ინდექსია თუ ასეთი დაუშვათ უღარიბეს 10%-სა და უმდიდრეს 10%-ს შორის არსებობს ძალიან დიდი განსხვავება.